მოგესალმებით ჯეონომაციდან. დღევანდელ ეპიზოდში შემოგთავაზებთ მორიგ ვიდეოს მოტოსახეობების რუბრიკიდან. პირველ ეპიზოდში ვისაუბრეთ სუპერსპორტ ბაიკებზე და ვინდა რატომ ყიდულობს ამ ბაიკებს. დღევანდელ ვიდეოში კი განვიხილავ კატეგორიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გახდა ყველაზე პოპულარული მთელ მოტოინდუსტრიაში. ამ მოტოციკლების ტიპი იზიდავს ყველა ასაკის რაიდერებს თავისი მხიარული ხასიათით, კომფორტით და ხელმისაწვდომობით. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს naked ბაიკებზე. ოფიციალურად naked ბაიკების ისტორია დაიწყო 90-იანებში, თუ გამოვტოვებთ ფაქტს, რომ ბევრი მაგდროინდელი რაიდერი, ვინც ბაიკს აგრესიულად ატარებდა, უკვე ხსნიდა ფეირინგებს, ანუ პლასტიკს თავის სპორტ ბაიკებს, რომ შემდეგი წაქცევა ძვირად არ დაждდომოდათ და ეგრე დაქროდნენ სარბოლო ტრეკებზე და ქუჩებში, რითიც დაიწყეს Street Fighter ტრენდი. მაგრამ ოფიციალურად პირველი სერიული naked ბაიკი გამოუშვა დუკატიმ თავისი Monster 900-ით, რომელსაც უკან მოჰყვა ტრიუმფი პირველი თაობის დაიტონასგან გადაკეთებული speed triple-ით. და ბოლოს იაპონელებიც ჩაერთნენ თამაში Suzuki-ს ბანდიტით. 2000-იანებში კი Aprilia იყო ბრენდი, რომელმაც ასე რომ ვთქვათ, თამაშს მეტი ინტერესი მისცა თავისი პირველი Tuono-ი, რომელსაც სპორტ ბაიკის ძრავი დაუყენეს მოდიფიკაციების გარეშე, ან ისევ Suzuki-მ, როდესაც Hayabusa-ს ძრავი Big-ში გატენა. Naked ბაიკების ვიზუალი, რა თქმა უნდა, ხშირი საკამათო საგანია მოტოინდუსტრიაში და სპორტ ბაიკების მომხიბვლელობას და ეგზოტიკურობას ვერ შეედრება. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად იყო ლამაზი naked ბაიკების ბევრი მაგალითი. მაგალითად Z1000, Kawasaki Sugumi დიზაინით, KTM 1290, Super Duke-ი, უაგრესიულესი ვიზუალით და უახლესი Ducati V4 Street Fighter, ულამაზესი ბაიკებია. მე მაგალითად ახალი Speed Triple-ის დიზაინი ძალიან მომწონს, რაშიც ბევრი შემეკამათება და ალბათ ზუსტად ამაშია ამ ბაიკების უცნაურობა. რთულია დაასახელო ერთი naked ბაიკი, რომელიც ყველას მოეწონება. ეს იქნება Tuono, Super Duke, S1000 არის, MT-10 თუ ასე შემდეგ. კაი, რა არის ძირითადი მიზეზი naked ბაიკის ყიდვის და რატომ გახდა ეს ბაიკი ასეთი პოპულარული ბოლო წლების განმავლობაში? პირველი არის სპორტ ბაიკებთან შედარებით საგრძნობლად იაფი, რადგან კომპანიები მათი წარმოების დროს არ მისდევენ მიზანს, რომ ბაიკი ყოფილიყო ყველაზე სწრაფი, ყველაზე მართვადი, ყველაზე ტექნოლოგიური და არ იყო საჭირო მათზე top spec დეტალების დაყენება. ყოველ შემთხვევაში თავიდან ასე იყო. მეორე, თანამედროვე naked ბაიკები დიდად არ ჩამოუვარდება სპორტ ბაიკების პერფორმანსს. საშუალო კუბატურის ბაიკები, მაგალითად Street Triple RS-ი, ბევრ სპორტ ბაიკს ფორას მისცემს და ისეთი დიდი გამომცემლობები, როგორიცაა MCN-ი, უკვე სერიოზულად ადარებენ სპორტ ბაიკებს. მესამე, როგორც უკვე ვახსენე, ბაიკის წაქცევის შემთხვევაში ორგანოს გაყიდვა არ დაგჭირდება პლასმასის ახალი სეტის საყიდლად და ეს ფაქტორი საკმაოდ ამცირებს შეკეთების ხარჯებს. მეოთხე, ყოველდღიური მოხმარებისთვის უფრო კომფორტული და მხიარულია, რადგან ძრავის ტიუნინგი ქალაქის გზების პირობების გათვალისწინებითაა გაკეთებული და მთელი სიმძლავრე double RPM-ზეა მოქცეული. მხიარულ ნაწილზე კი მე პირადად თავს ვდივარ. მეხუთე, ბევრად მარტივია ამ ბაიკების სერვისი პლასმასის ნაკლებობის გამო, ანუ ყოველ ფერინგის მოხსნაზე ლოცვა, რომ რამე კლიპი არ შემოგატყდეს, როგორც სპორტ ბაიკებზეა, შეგიძლია დაივიწყო. და ბოლო, ეს არის, რა თქმა უნდა, ჯდომის პოზიცია, naked ბაიკებზე ზიხარ ასე თუ ისე წელში გამართული და ნაკლები ზეწოლა მიდის შენს წელზე და მაჯებზე, რაც ასევე უფრო კომფორტულს ხდის ბაიკის ტარებას. მინუსებიდან ყველაზე დიდი პრობლემა ამ მოტოციკლების არის ჰაერის ნაკადისგან დაცვის ნაკლებობა, კი იყიდება aftermarket სკრინები naked ბაიკებისთვის, მაგრამ გინდყოფილა გინდა რა. ეს კი ამ ბაიკებს დიდ გზატკეცილებზე გადაადგილების დროს ძალიან არაკომფორტულს ხდის, განსაკუთრებით ზამთარში. ასევე თუ ზოგი რაიდერისთვის გამართული წელით ბაიკზე ჯდომა კომფორტულია, ზოგი რაიდერისთვის პირიქით არის, მაგალითად ჩემ შემთხვევაშიც მირჩევნია ოდნავ აგრესიული ჯდომის პოზიცია, რომ ბაიკი ყოველი აჩქარების დროს ხელებს არ მაწყვიტავდეს. პლუს ნახევრად სპორტულ პოზიციაში წელი ნაკლებად მეყლება. იდეაში ეს ბაიკები იდეალურია ქალაქში კომიუტინგისთვის ან მეგობრებთან ერთად სტრაფ რაიდებზე გასასვლელად თუ ძალიან შორს არ მიდიხართ.
და ასევე ტრეკ დღეებისთვის, სადაც საკმარისზე მეტად სიამოვნებთ იმის და მიუხედავად რომ სპორტ ბაიკებს შეიძლება კონკურენცია ვერ გაუწიოთ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ თანამედროვე სუპერ ნეიკედ ბაიკებს უფრო სწრაფი აჩქარება აქვთ ვიდრე სუპერსპორტებს, ზოგიერთ ტექნიკურ ტრეკზე შეიძლება ეს საკამათოც იყოს. საინტერესოა რომ ამ ბაიკ კატეგორიის განვითარებას კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა ყველასთვის კარგად ნაცნობი სპორტ ბაიკი თუ კრუიზერი აწი შეიცვალა სპორტ ბაიკი თუ ნეიკედ ბაიკის დავით და დამიჯერეთ ორივე მხარე ინტერნეტში სისხლის ბოლო წვეთამდე იწვის. იდეაში ნეიკედ ბაიკები რაღაც ცალკეული რაიდერების ჯგუფისთვის არ არის გამოყოფილი, პირიქით ეს ბაიკები ერგება ყველა ასაკის და სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე რაიდერებს. რა თქმა უნდა, ვიზუალით თუ აკმაყოფილებთ. ამ ასპექტს კი ნელ-ნელა ყველამ წარმოებელი ხვეწებს. დღეისათვის სულ ესაა მეგობრებო, იმედია ვიდეო მოგეწონათ და თუ ასეა არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარი თუ რა ბაიკ კატეგორიაზე გნებავთ რომ შემდეგი ვიდეო გავაკეთო. და აუცილებლად შეაფასეთ არხზე ძველი ვიდეოებით, საკმაოდ ბევრი ვიდეო დაგროვდა უკვე არხზე. კარგად.